მოგესალმებით, გრძელდება პირველი იურიდიული პოდკასტი საქართველოში, ბიძინა ჩხეიძესთან და გივი კაკუშაძესთან ერთად. ვიწყებთ მესამე სეზონს. პირდებით რომ გვექნება ძალიან საინტერესო გადაცემები, აქტუალურ და სამართლებრივად საინტერესო თემებზე. დღეს ჩვენი სტუმარია ადვოკატი, ქალბატონი ელისო რუხაძე. მოგესალმებით, მადლობას გიხდით გადაცემაში სტუმრობისათვის. მეც ჩემს მადლობას გიხდით, ვინაიდან ძალიან მნიშვნელოვანია ჩემი ყოფნა ყველა სივრცეში და განსაკუთრებით თქვენთან ადამიანები, რომლებიც არიან კომპეტენტურები, სენსიტიურები დღევანდელი თემის მიმართ და მადლობა კიდევ ერთხელ. მოგესალმებით, მე ქალბატონი ელისო, დიდი მადლობა პირველ რიგში იმისთვის, რომ გამონახეთ და გვესტუმრეთ. დღეს ძალიან საინტერესო თემებს შევეხებით და მინდა პირველ კითხვა დავიწყო ოჯახური ტიპის ძალადობასთან დაკავშირებით და დავიწყოთ მოდით ფემიციდით. რა განაპირობებს ფემიციდს საქართველოში და რა არის ის კონკრეტული მიზეზები, რის მიხედვითაც ხშირია მსგავსი ფაქტები საქართველოში? საქართველო არის ქვეყანა, რომელიც სამწუხაროდ გამოირჩევა ფემიციდის მზარდი სტატისტიკით. დღემდე 2017-დან ითვლის სტატისტიკა სათავეს 300-ზე მეტი ქალია მოკლული და 800-ზე მეტი დასახიჩრებული. ეს შეიძლება ამერიკის შეერთებული შტატებისთვის ძალიან დაბალი ციფრი იყოს, მაგრამ საქართველოსთვის არის ძალიან მაღალი. ეს 2017 წლიდან? კი, სტამბულის კონვენციის რატიფიცირების შემდეგ. მანამდე ფემიციდი, როგორც ესეთი ქალთა მკვლელობა სტატისტიკაში არ ექცეოდა და ჩვეულებრივ ჰომისაიდ, ანუ ჩვეულებრივ მკვლელობაში მოიაზრებოდა, ამიტომ მე როგორც ქალთა უფლებათა და ამ საკითხზე აქტიურად მომუშავე ადვოკატი ძალიან შეშფოთებას გამოვხატავ და ამ ყველაფერს აქვს თავისი საფუძვლები შესაბამისად დავიწყებ იქიდან რომ ზოგადად ფემიციდი რა განასხვავებს ჩვეულებრივი მკვლელობისაგან. ფემიციდი არის მკვლელობა, როდესაც ერთი ადამიანი მეორეს, ანუ ამ შემთხვევაში მამაკაცი ცოლს, პარტნიორს, მეზობელს, ოჯახის წევრ ქალს კლავს იმის გამო, რომ მარტივად რო ვთქვათ ქალია, ანუ ქალობას უწუნებს. ანუ კონკრეტულ რაღაც სტერეოტიპულ, სტანდარტულ კრიტერიუმებს უწესებს, რომლის შეუსრულობობის გამო შეიძლება ქალი დაექვემდებაროს მკვლელობას, მაგალითად, გავიდა ქმრის დაუკითხავად, პარტნიორის დაუკითხავად, თქვათ, პირობითად წაისვა წითელი პომადა, არ შეიცვა ისე როგორც პარტნიორს უნდოდა, დაიწყო სამსახური ისე რომ ქმარს არ უნდოდა, რა მიზეზები შეიძლება იყოს დაუსრულებელი. განსაკუთრებით სანგანგაშოა ჩემის აზრით, რაც ჩვენ ქართულ მენტალიტეტში ვერ გადაილახა და არის პრობლემა და მენტალურად სამუშაოა, ყოფილი პარტნიორების მხრიდან არის 200-ზე მეტი ქალი მოკლული. ყოფილი ხასუსმავ ქმრების და პარტნიორების მე მაშინ შესაძლოა ოფიციალურად იყო განქორწინება, მაშინ შესაძლოა იყო შემოკავებული ორდერები, იყო აკვეთი ღონისძიების საკითხებიც გირაოს სახით გამოყენებული, ამიტომ ის არის ზოგადად საზოგადოების პრობლემა პირველ რიგში, როდესაც ყოფილი ქმრები ან პარტნიორები კვლავ განიხილავენ ყოფილ მეუღლებს ან პარტნიორებს საკუთრებად, ესე რომ ვთქვათ, და გენდერული ნიშანი აქ ძალიან მკვეთრად ჩანს. სწორედ ეს არის ფემიციდი. თუმცა რა ვიცი, ხშირად ფემიციდს არ თქმენ ქალის ყველა მკვლელობას და მკვლელობა, როდესაც ქალი არის მოკლული სამეზობლო დავის გამო, ფულის გაუსტუმრებლობის გამო, ამას წერთ იყო შემთხვევა, როცა ქირის გადაუხდელობის გამო მოკლა, თქვათ, დამქირავებებმა, ეს არ არის ფემიციდი და აუცილებლად აქ უნდა იყოს გენდერული ნიშანი, კი, რომელიც სკრუპულოზურად და ძალიან ლუპის თვალით უნდა გამოიკვლიოს გამოძიებამ და სახელმწიფომ. კონკრეტული ჯგუფები თუ არიან, რომელიც მოწყვლადია უფრო მეტად ამ შემთხვევაში. ეს თუ განასხვავებს ამ დანაშაულს სხვა დანაშაულებისგან. თქვათ, ეს შეიძლება იყოს კულტურული, თქვათ, რელიგიური ან რაღაცა ფაქტორები, რაც შეიძლება იწვევდეს. ნამდვილად ძალიან დიდი მადლობა გივი ამ კითხვისთვის, ნამდვილად კარგი აქცენტია, ვინაიდან საქართველოში გვაქვს ესე იგი უმცირესობების, ეთნიკური უმცირესობების, მაგალითად, იორმუღალოში, ქართლში, ზემოაჭარაში დასახლებული მუსლიმი თემები, აზერბაიჯანული თემები და აქ განსაკუთრებით მწვავედ დგას ეს საკითხი. ერთის მხრივ ეს არის ადრეული ქორწინებას დაქვემდებარებული ქალები და ასაკობრივი დისკრიმინაციის ნაწილი და მეორე გენდერის ნიშნით დისკრიმინაცია, რა დროსაც თქვათ, მამაკაცი ფიქრობს, რომ ცოლი არის საკუთრება, ნუ ორცოლიანობაც პრობლემა არ არის, ბიძაშვილებს შორის ქორწინება და ზოგადად ქალი აქმულია როგორც ნივთი. და ასევე მარნეულის და ბოლნისის მხარეებიდან გამოყო და განსაკუთრებით გუშინ წინ მოკლული სისასტიკით მოკლული ქალი, როდესაც გვამი მიიტანა პირდაპირ განყოფილებაში, ესეთი სისასტიკე დიდი ხანია არ მსმენია, როდესაც თავდკვლელი კვლელმა გადაწყვიტა ნივთკიცების და თქვა თავის დანაშაულის აღიარება და ამ ფორმით გამოხატა მისი პოზიცია. შესაბამისად, განსაკუთრებით მოწყვლადი, რა თქმა უნდა, არის ის დასახ
დასახლებული რეგიონი, მაგრამ მე ვფიქრობ ყველა ქალი არის მოწყვლადი, რომელსაც არ ეხმარება პოლიცია. ეხლა ალბათ შემდეგ ჩაშლით კითხვებში, მაგრამ აქვე ვიტყვი, რომ ფემიციდი არის ქალთა მიმართ ძალადობის გამოვლინის ყველაზე უკიდურესი ფორმა და ზომა, ყველაზე მაღალი, ესე რომ ვთქვათ, დონე. შესაბამისად, თუ პოლიცია და სახელმწიფო და შესაბამისი უწყებები მუშაობს სათანადოდ, ფემიციდამდე საქმე არ მივა. ბატონო, თქვენ ახლა აღნიშნეთ პოლიციის როლზე, გავუშვით ხაზი და აი ეს შემთხვევაში შემაკავებელი და დამცავი ორდერის გამოწვევა, რამდენად ეფექტური მექანიზმი არის ამ მხრივ ქალების უფლებების დაცვის კუთხით? შემაკავებელი და დამცავი ორდერები უნდა იყოს ნამდვილად ეფექტური ზომა, ვინაიდან ვიცით, რომ სამი მექანიზმია ქალთა და ოჯახის ძალადობის, ყოფნა დაცვის და დახმარების შესახებ კანონი და სტამბულის კონვენციით და ყველაზე პრაგმატული და სწრაფი ზომა არის შემაკავებელი და შემდეგ დამცავი ორდერი. შემაკავებელი ორდერები გამოიცემა საქართველოში n რაოდენობით, ხშირად უმტკიცებულო და უაზროდაც პირდაპირ ვიტყვი, ძალიან ბევრი არის შერეული ორდერები, ერთ და იგივე ფაქტზე. ბევრიც უქმდება მე სხვათა შორის 60% უქმდება იგივე, რაც არის ძალიან საგანგაშო სტატისტიკა. ქალმა რომელმაც გაბედა და მივიდა პოლიციაში და შემაკავებელი ორდერზე, თქვენ გონიათ მარტივად იწერება, არ ვიცი თქვენი პრაქტიკა როგორია, დაახლოებით 5 საათი აყოვნებენ ამ ქალს და ზის ელოდება ვინმე მართლმსაჯულის ოფიცერი, განსაკუთრებით რეგიონებში, ხანდახან რეგიონებში ფურცლებიც არა აქვს ხალხნო და სხვა განყოფილებიდან უნდა მოიტანონ, რომ ის მწვანე და ფურცლები შეავსონ. დამოკიდებულება დაახლოებით 7-8 საათი ჭირდება ქალს, რომ ეს ფურცლები შეავსონ. მერე შევსების მხრივ მართლმსაჯულის ოფიცრების უმეტესობა არ არიან იურისტები. წარმოდგენა არ აქვთ სწორად როგორ შეავსონ. ცდილობენ რომ მსუბუქად შეავსონ, გამოტოვონ ძალიან ბევრი გრაფასა და მტკიცებულებითი ნაწილია და უკვე რომ საჭირდება ეს ორდერები, როცა მოსამართლე ეკითხება კანონიერებაზე, აბსოლუტურად თევზის თვალებით უყურებენ რა არის კანონიერება და რა უნდა უპასუხონ. ანუ რეალურად ჯერ ფაქტს ვერ ადასტურებს მართლმსაჯულის ოფიცერი, ხშირად პოლიციის წარმომადგენელი და ფაქტს თუ ვერ ადასტურებს, მერე მისი გამოცემის კანონიერებაზე რანაირად უნდა ვიმსჯელოთ, ხო? ამიტომ სამწუხაროდ 60%-მდე უკვე სტატისტიკა არსებობს, რომ უქმდება. შემაკავებელსა და დამცავ ორდერს შორის სხვაობა არის ის, რომ შემაკავებელი ვიცით არის 1 თვემდე, დამცავი არის 9 თვემდე. სასამართლო ნებართვა ცოტა ისეთი მსუბუქი ნათქვამია, სასამართლო იმ ხალხს სტანდარტს აწესებს დამცავ ორდერზე. მე პირადად, რომელიც 24 შვიდზე ამ საქმეებზე მუშაობ, ბოლოს 3 წელია დამცავი ორდერისთვის ხალხო სასამართლოსთვის არ მიმართავს. ბოლოს მახსოვს რაჭის მოსამართლემ გამოსცა დამცავი ორდერი ჩემი მონაწილეობით და ამის შემდეგ მე რო პრაქტიკას ვაკვირდები, პრაქტიკულად უარყოფითი გადაწყვეტილებები და იმ ხალხს სტანდარტი ჭირდება, გამოძიებას დაძლევს ეს სტანდარტი. ამიტომ მირჩევნია იმ მტკიცებულებებით გრძელვადიანად შევაკავო მოძალადე, ვიდრე ვთქვათ დამცავის ნაწილში მოსამართლეს ვთქვათ ვთხოვო და შეიძლება არც გამოსცეს და ეს კითხვის შრები იყოს ამ პროცესში. ამიტომაც ქალებს მიმართავ, ვინც ეხლა ფიქრობს ვთქვათ რა გზით დაიცვას თავი, აუცილებლად უნდა შემაკავებელ ორდერზე მიმართოს პოლიციას. თუ პოლიციამ დაიწყოს შემდეგ რჩევები, რომ მოდი კარგი ქალი ვთქვათ არ უჩივის ქმარს ამ მსგავსი ქმედებები და ეკნა უფლებამოსილების გადამეტებას ადგილი აქავარ, აუცილებლად დამიკავშირდით და აუცილებლად განუმარტავ პოლიციას, რომ მსგავსი ცუდი რჩევები არ უნდა გასცეს და არ უნდა მოიქცეს ესე გულგრილად. ასევე ძალიან ხშირია, როდესაც მაღალი რისკის მოძალადია და აუცილებელია ელექტრონული სამაჯურის გამოცემა. შორის ბევრი თავს იკავებს ელექტრონული სამაჯურის გამოყენებას. გეტყვით მისესებს რატომაც ეს ელექტრონული სამაჯური რეალურად ხელზე აღარ კეთდება, იმიტომ რომ იხსნიდნენ მოძალადები ფეხზე კეთდება ეხა და მაწოდებენ მსხვერპლს თავს, რომ იცი რა მოძალადეს ფეხზე მოუჭერს ან დაამძიმებს ან ასე შემდეგ და სტოკჰოლმის სინდრომი ყველა ვიცი და სტოკჰოლმის სინდრომიდან გამომდინარე მსხვერპლებს ეცოდებათ მოძალადებ, რომ შეაბან ეს მყარი ელექტრონული სამაჯური კინის არის რეალურად და თვითონ მოწყობილობა რაღაცნაირად წკიპინებს, აი წყარუნებს, რა ვიცი რა დავარქვა და დისკომფორტს იწვევს, მაგრამ სამაგიეროდ ერთი თვე ხარ 100%-იანი დაცული, რომ ვერ მოკლოს. ანუ ფემიციდის ერთადერთი ალტერნატივა საშუალო არ მოკლას პრევენცია არის 500 მეტ ბუფერულ ზონაში ვერ გიახლოვდება, ხო, მოძალადე და უეჭველი იმოქმედებს. პოლიციასთან დაარიქო თვითონ ავტომატურად თვითონ კი 112-ის მეშვეობით სპეციალური ქვედანაყოფი ყავს, რომელიც აკონტროლებს ამ პროცესს და საკმაოდ წარმატებითად. ნუ ყოველ შემთხვევაში არ ქონია საქართველოს მსოფლიო პრაქტიკა ის არის, რომ როდესაც ელექტრონული სამაჯურით აღჭურვილია მსხვერპლი და
მოძალადე სახელმწიფო ახერხებს ამის პრევენციას, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, თუ არის 100% მაგალითად გამოსაცემი ორდერებში ელექტრონული სამაჯური გამოიცემა 3 ან 4 შემთხვევაში, როდესაც ამ მსხვერპლი არის ყოჩაღი და ან მეორე ან მესამე და პოლიციასთან ურთიერთობა, ან ადვოკატი ახლავს კომპეტენტური, ან არ ვიცი, პოლიციელი მესამე თქვათ, რომ არსებობს. მიზეზი რა არის ტექნიკურად, რატო არ გამოცემენ? ერთი ის რომ ნაკლებობა ტექნიკის თუ არა, ტექნიკის ნაკლებობა არ არის 300 ცალი ელექტრონული სამაჯური შეიძინა სახელმწიფომ და ზუსტად ვიცი 300 შეძენილია ეს დანამდვილება და შეიძლება მეტიც არის. მიზეზი არის ის რომ ელექტრონული სამაჯური შეიძლება ცალკე ოქმი, რომელიც პოლიციამ უნდა წაიღოს სასამართლოში, ძალიან ხშირი არის, როდესაც ამ ბოლო დროს მოძალადები თავად მამაკაცები რეკავენ, ასწრებენ მსხვერპლებს და იქ მისული პოლიცია რაღაცა კაცმა დარეკა პირველი, შემაკაბალორდეს უწევს როგორც კაცსაც, ასევე ქალსაც დაურიგებს კარგად თოვლის ბაბუასავით ორივეს, მერე ამ ქალს აგდებს სახლიდან მამაკაცი ბავშვებიანად, ორი შემთხვევა მქონდა ესეთი და სამწუხაროდ ქალები ხშირად ისეთ შოკში არიან ამ სიტუაციიდან გამომდინარე, გასაჩივრების ვადას უშვებენ, სამდღენი ვადაა ვიცით და ვადაგაშვებულ ორდერზე უკვე სასამართლო სამწუხაროდ ვადას არ აღადგენს ყოველ შემთხვევაში აქამდე ეს პრაქტიკა. ამიტომ ქალებს ძალიან უჭირთ, ხშირად მათ არ აქვთ ფინანსური შესაძლებლობა ადვოკატი დაიქირეონ, ხშირად არ იციან სად წავიდნენ, ეს კულტურული სტერეოტიპები ხშირად რეგიონებში განაპირობებს იმას, რომ მამები და ძმები უკან დაბრუნებულ დებს და შვილებს არ უშვებენ სახლში და რეალურად არც თავშესაფრებში გვაქვს ისეთი სახარბილო სიტუაცია, რომ ქალმა ღირსეულად განაგრძოს. შენ შემთხვევაში ქალებსაც არ სულ თავშესაფარში წასვლა და არ სურთ თქვა კვილში ურჩევნია ცხოვრება, ვიდრე რაღაც რეალობაში ხედავთ. იცით რა, ორ უარესობა შორის არჩევანი არის ხშირად, იმიტომ რომ თბილისში რომ დაიბადე, გაიზარდე, შვილები თბილისში სწავლობენ, ყველაფერი თბილისს უკავშირდება და გადაგისვრიან ქუთაისში, გორში ან ბათუმში და ამას უსაფრთხოებით ხსნის სახელმწიფო, აი ბავშვების ინტერესებიდან გამომდინარე ქალები ხშირად, ხო? ეხლა თქვათ საბურთალოს ან გლდანის სკოლაში სწავლობს ბავშვი უცებ მოგლიჯე და წაიყვანე გორის ერთ-ერთ სოფელში, თქვათ სკოლაში, არაფერს არ ვაკრინებ, მაგრამ ძალიან რთულია ისედაც ძალადობა გამოვლილი ქალის და ბავშვების სხვა სოციუმში ადაპტირება ისე მარტივად და მაშინ ისეთი პირობები უნდა შეუქმნა, ეკონომიკურად ისე უნდა გააძლიერო, რომ ამის დააკომპენსიროს რა ეს თქვათ უბედურებას რომ გამოექცა, მეორე უბედურებაში აღარ უნდა გადაიყვანო ქალი და ეს არ ხდება და შესაბამისად ქალები ცდილობენ ისევ მამა შეუნარჩუნონ მოძალადე არის თუ არა, მაინც და ამიტომაც ეს ბორბალი ტრიალებს უსასრულოდ ხშირად ოჯახებში. მედიის როლი როგორია ესეთ შემთხვევებში? რამდენად სწორად და ხარისხიანად აშუქებს მედია ფემიციდის შემთხვევებს და ამას დადებითი გავლენა აქვს მსხვერპლებზე თუ უარყოფითი? თქვენი მოსაზრებით და გამოცდილებით რო გითხრათ. რთული კითხვა, ნამდვილად გივი ეგ საკითხი ვიტყოდი, რომ აქვს როგორც დადებითი როლი, ასევე უარყოფითი და ვეცდები გავშალო ორივე ნაწილი. ფემიციდი აუცილებლად უნდა შუქდებოდეს, იმიტომ რომ ძალიან ბევრ ადამიანებს, როდესაც მე თქვათ რაღაც ჩვეულებრივ სიტუაციებში ვარ და ჩემი ტელეფონი არ ჩერდება ან რაღაც მძიმე კონსულტაციას ვცემ, გონიათ რომ მე რაღაც სხვა გალაქტიკაში ვცხოვრობ და რაღაც სხვა პარალელურ სამყაროში ვაგრძელებ მუშაობას. უნდა შუქდებოდეს ძალადობაც, უნდა შუქდებოდეს ფემიციდიც, ოღონდ ეთიკურად. მედიების უმეტესობა, რომელიც ყიდის პროდუქტს მესმის, რომ მათთვის მედია არის ფინანსური, თქვათ, ბიზნეს შემოსავლის წყარო და ამ პრიზმიდანაც ხედავენ. კი, როდესაც მაგალითად ფემიციდი გაშუქებულია, თქვათ, დანა, კვლელობის ხერხი, ამას წინათ და ორი ცოცხალდამწვარი ქალის საქმე გვაქვს და პირდაპირ რეკონსტრუქცია იყო როგორ დაწვა. და მოხდა ისე, რომ სარკისებრი პრინციპით ირეკლამენ ხშირად მოძალადეები, რაღაც ინსპირაცია ხდება რაღაც ამ მოძალადეების სხვადასხვა მეთოდების და გვაქვს მაგალითად ავტობუსის кейსი ყელი რო გამოჭრა 5 ბავშვის თვალწინ, როდესაც არასწორად გაშუქდა მედიის მიერ ძალიან სკანდალური და ძალიან მძიმე საქმე იყო სოფო კვარაცხელის კვლელობის საქმეზე ვსაუბრობ, ზუსტად მეორე მესამე დღეს 3 ანალოგიური შემთხვევა მოხდა, რომელზეც მე ვარ ჩართული და დანამდვილებით შემიძლია ვთქვა და მე მედიასთან ვლინკავ ამ ყველაფერზე, მედიას ვაბლებ, იმიტომ რომ ძალიან არასწორად გაშუქდა ყველა თქვათ სიუჟეტის და თქვათ გადაცემის დაწყების წინ სისხლიანი დანა ჩნდებოდა, მე იქ ბავშვების იდენტიფიცირება მოხდა, ბავშვების სახეები გამოჩნდა, ამიტომ მედიის როლი არის უდიდესი, ოღონდ ეთიკურად
უნდა გაშუქდეს და არ უნდა მოხდეს დეტალების აღწერა სწორად უნდა მიეწოდოს საზოგადოება. აი ბავშვების იდენტიფიცირება ყველაზე მთავარი ამბავია. ძალიან ხშირად მე მიწევს და თუ ამაზეც გვექნებოდა რომ კომპენსაციაზეც ვისაუბროთ, როდესაც მოკლული ქალების შვილებს ვეხმარები მე სახელმწიფო კომპენსაციის მისაღებად 523 ადგილებით 10000 ლარით უზრუნველყოფ სახელმწიფო ამ ბავშვებს როგორც გადარჩენის გზად ესე ისახება ის ამბავი. ეს ერთჯერადად ორი გზა არის, ერთი არის მოკლული ქალის შვილებს, ვისაც მეურვეობა აქვს ბებიას და შვილიშვილებს ერთობლივად შეგვაქვს განცხადება და მეორე უკვე გადარჩენილი ქალი, როცა იბრძვის ამ კომპენსაციის მისაღებად. თუ გვექნებათ რომ მინდა ამაზეც ვისაუბრო, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ქალს აქვს შესაძლებლობა და არ იცის ან ვერ იღებს, მათ შორის ძალიან ბევრი ფემიციდის შემთხვევაზეც არ არის აღებული კომპენსაცია, ანუ დაახლოებით როგორც ვიცი 40-50 შემთხვევა დაკომპენსირდა და დანარჩენები შემთხვევა არის ღია. ამიტომაც ბავშვები ხშირად მეუბნებიან, რომ სიუჟეტი კეთდება დედაზე, მოკლულ დედაზე ან მამა უადოდ ციხეშია ხშირად, ან 20 წელზე ქვევით არცეც არ აქვს, დედა მიწაშია, ხო და ამ სიუჟეტს აკეთებს ჟურნალისტი და იგი ლინკება და ბავშვების იდენტიფიცირება ხდება ეს ბავშვები რო იზრდებიან, მე მთელი ცხოვრება ამ ტვირთით უწევთ, უბრალოდ ის ირჩებიან მარტივად, რომ მათ მშობლებს ესეთი ძალიან მძიმე ისტორია შეემთხვა და პროტესტსაც ხადებენ, ძალიან მძიმე და ხშირად მე ამ ნაწილში მედიებთან მაქვს პროტესტიც, ხშირად ჟურნალისტური ეთიკის ქარტიისთვისაც მიმართავს და რამოდენიმე ესეთი საათში ვარი მაქვს კიდეც მომზადებული, როდესაც როგორც სენსაცია და როგორც ამბავი გაიყიდა, მაგრამ იქ არავინ არ იფიქრა, არც ქალის თქვათ, ძალიან ხშირია ხოლმე რომ მოკლული ქალის პირად ცხოვრებას ჩიჩქნის ჟურნალისტი, იქ მეზობლებს ეკითხება და მოძალადეზე ამბობენ ყველაზე გადასარევი ბიჭია, ალბათ იმსახურებდა ეს ქალი და ეს ძალიან დამანგრეველი და დამდგუნველია, როგორც მოკლული ქალის შვილებისთვის, ასევე მათი ოჯახისთვის და ზოგადად, რა ვიცი, მსხვერპლი ქალები მიწაში მაინც უნდა დააყენოს მედიამაზე და მოძალადებმა და მათმა ადვოკატებმაც მათ შორის. კი ბატონო, პრევენციის კუთხით ეხლა თქვენ როგორც ამ თემაში ძალიან გამოცდილი ადვოკატია. რა მიგაჩნიათ ყველაზე ეფექტური გზად, რაც უნდა გააკეთოს? ზოგადად არა მარტო ხელისუფლება, მაგრამ თითოეულმა ჩვენთაგანმა ქვეყანა. რა შეხედავთ გამოსავალს, რომ სულად გავსია ფაქტია არ იქნება ამის ამოძირკვა, ხო, ამ ფემიციდის მდგომარეობის, თუმცა რა ზომები არის გადასადგმელი ამ მიმართულებით? ძალიან გაგვიჭირდა პრევენცია, ქვეყანას უნდა ვაღიაროთ. ანუ, აი მაგალითად ქალის მოტაცება, როდესაც დასჯადი გავხადეთ, ფაქტობრივად ძალიან მარტივად აი ძალიან მაღალი სასჯელი იყო იმის საპირწონე, რომ კაცები აღარ იტაცებენ ქალებს. ნუ ეხლა აღარ ვამბობ ხელვაჩაურზე და სადაც ერთეულ მიყრუებულ პერიფერიებზე, სადაც ალბათ კანონის სუსხმა ვერ ჩააღწიან, არ იციან. ეს გადავლახეთ, მაგრამ ძალადობა ვერ დავძლიეთ. ძალადობის დაძლევას მარტო სახელმწიფო ვერ შეძლებს, პირდაპირ ვამბობ და ვერ შეძლო ფაქტია რა. ის რომ ყველანი ციხეში რაც ჰქონდა პოლიტიკა 2017-დან, ამან ვერ შეასრულა თავისი როლი და მე როგორც ქალთა უფლებათა დამცველი და ზოგადად მოძალადეების პირველი მტერი, მე უნდა ყოფილიყო თქვათ ყველანი ციხეში ამის მომხრე, მაგრამ არა, ყველანი ციხეში პირიქით გააბოროტა ძალიან ბევრი მოძალადე და იქიდან გამოსული მოძალადეები, ვინაიდან იქ არ მუშაობდა ფსიქოლოგი, სოციმუშაკი, არავინ აბსოლუტურად ჩვენ გვაქვს მოძალადის ქცევის კორექციის კურსი უნდა გაიაროს, რომელიც ძალიან კოხტა წერია კოდექსში, მაგრამ გინახავთ რამე ესეთი კურსი თქვენ მოძალადეს რო გაევლოს, არ არსებობს. წერია კანონში, მაგრამ არის მკვდარი ნორმა. ამიტომ ჯერ უნდა დავიწყოთ იქიდან რომ დავიწყოთ შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველაზე მთავარი რგოლი პრევენციის კუთხით. და მთავარი ამბავი ხალხს ნუ არის ის, რომ მსხვერპლები და დაზარალებები არ იძლევიან ჩვენებას და რატო? გარეთ მყოფი მოძალადეებს აქვთ ყველანაირი ბერკეტი, წაართვან შვილები მეუღლეებს, დატოვონ საკაროდ, ყველა ქონება არის მოძალადის სახელზე, ყველა ფინანსური რესურსი არის მოძალადის ხელში და ქალი რომელიც დარჩა გარეთ, ეკონომიკურ ძალადობაში გადავდივართ. რეალურად ეკონომიკურ ძალადობა მთავარი გადამწყვეტი ფაქტორი, რის გამოც მსხვერპლი უარს ამბობს ჩვენების მიცემაზე. ეკონომიკური მხარდაუჭერლობა როგორც ოჯახის მხრიდან, ასევე სახელმწიფოს მხრიდან, ის სახელმწიფო ოდნავ მაინც ან ალიმენტის ნაწილში შემოდიოდეს. აი ძალიან ბევრ ქვეყანაში, ხო? ევროპულ ქვეყანაშიც, ამერიკაშიც, რა ვიცი, ძალიან კარგი პრაქტიკა, როდესაც სახელმწიფო ალიმენტი ჯიუტად თავის არიდებაზე ჯის ადამიანებს ჩვენთანაც არის მშვენიერი მუხლი, მაგრამ არც ერთი საქმე არ არის მიმდინარე ალიმენტი ჯიუტად არიდებაზე. შესაბამისად, ძალიან მარტივია, ქალი არის ისეთ მოწყვლად მდგომარეობაში, რომ იძულებულია ისევ დაბრუნდეს მოძალადის ოჯახში მინიმუმ
თუ მოძალადე პატიმარიან, მოძალადის ოჯახში უნდა დაბრუნდეს და მარტივად სასათბურო პირობებია მოძალადისთვის, რომ ხალი დაითანხმო, რომ გაჩუმდეს და მისი კონსტიტუციური უფლებაა, რომ გაჩუმდეს და ჩუმდება. ნახეთ, თქვათ სკოლის პერიოდიდან რომ დაიწყოს ამის პრევენცია, თქვათ. აი თუნდაც სკოლაში უფრო მეტად სამოქალაქო განათლების მიმართულებით იყოს ამაზე ინფორმაცია, როცა სკოლას დაამთავრებს მერე ადამიანი, ექნება ეს ინფორმაცია. კი, შეიძლება გვიანი იყოს, თუმცა ამასაც ხო ძალიან დიდი მნიშვნელობა. მე-11 კლასელების გათხოვილი, ხო? ძალიან ბევრი განსაკუთრებით აზერბაიჯანულ თემში, კი. და ჩვეულებრივ ქართულ ენოვან მოსახლეობაშიც განათლების სამინისტრო პრაქტიკულად აღარ უშვებს არასამთავრობო ორგანიზაცია გამოვლილ ადვოკატებს და იურისტებს პირადად მეც ვცადე რამოდენიმე სკოლაში და კერძო სკოლის გარდა განათლების სამინისტრომ უარი გითხრა ყველა სკოლაში შესვლაზე. შესაბამისად სამოქალაქო განათლების პედაგოგები არ ვიცი ძირითადად ისტორიის მასწავლებლები არიან ტრანსფორმირებული და რას ასწავლიან, მაგრამ ნამდვილად იქ რო ძალადობის ნაწილში ხშირ სკოლებში განსაკუთრებით რეგიონებში ნამდვილად არის სწავლება ძალადობა არის დანაშაული და ძალიან მძიმე დანაშაული და ის მენტალურად, ფიზიკურად ყველანაირად აზიანებს ადამიანის ფსიქიკას. გინდ ქალის მხრიდან იყო ჩადენილი, გინდ კაცის მხრიდან განსაკუთრებით ბავშვებზე და ყველაზე მეტად მინდა გამოყო ძალადობის ხორბლი ბავშვები, რომელიც უხილავია როგორც სახელმწიფოსთვის, ასევე საზოგადოებისთვის. აი ბავშვის ქცევა სკოლაში, როდესაც არის არსებითად შეცვლილი, ბავშვს აქვს უმიზეზოდ სიცხე, უმიზეზოდ გულიერება, უმიზეზოდ ანეძინება, პირიქით ჰიპერაქტიულია, ეს უნდა შენიშნოს ან მანდატურმა, ან ექიმმა, ან დამრიგებელმა, ან მშობელმა, ან ვინმე, მაგრამ ყველა სირაქლემას პოზიციაშია და აი ეს მუდმივი ძალადობა, როდესაც ბავშვი უყურებს მამაცემს, დედას, ან სულ არის აყალმაყალი, სულ არის თქვათ ეს უბედურება, სურათი, აი დამანგრელულად მოქმედებს ბავშვებზე და ის არის ზუსტად მე როლ მოდელი, როდესაც ეს ბავშვები ისე განაგრძობენ მშობლის როლის გაგრძელებას და სხვა რამე არ უნახიათ სახლში ძალადობა, სკოლაში არავინ არაფერს არ ასწავლის, ქუჩაში ხარო ძალადობა ხდება და ვიცით როგორი რა სოციუმშიც არის, იმ სოციუმიდან გამომდინარე წესი არის მისთვის ეს და შესაბამისად უკეთესი რადგან არ უნახავს და არ აქვს ინფორმაცია, ფიქრობს რომ ეს სტანდარტია. ფსიქოლოგები თითქოს ყავს ეხ მანდატური სამსახურს, მაგრამ რამოდენიმე საქმეს რო დავარეფერირე, არაფერი მნიშვნელოვანი შედეგები არ დადგა ამ ყველაფერზე. ერთ-ერთ საქმეში საჯარო სივრცე მოხდა ძალადობა და გადამისამართა მანდატურმა პოლიციაში, თუმცა არანაირი რეაგირება დღემდე დაზარალულად არ არიან ცნობილი ეს ბავშვები სამწუხაროდ და ერთი მინდა ხაზი გავსვა ძალიან უჭირს პროკურატურას აი ჩემს საქმეებში განსაკუთრებით სანამ მე კატეგორიულად არ მოვითხოვ ესე იგი კანონი გვეუბნება რომ ბავშვის წინაშე და ბავშვის მიმართ ხო მიმართ ნიშნავს რომ სცემა იძალა და წინაშე ნიშნავს რომ კონფლიქტი ხდება ბავშვის თვალწინ შედეგობრივად სტამბულის კონვენციაც ამბობს და ფსიქოლოგების არაერთი დასკვნა რომ ერთ და იგივეა შენ ბავშვი უყურებ ამას თუ ბავშვის მიმართ ხდება და აი ეს ვერ გავითავისე და აი პროკურატურას უჭირს ეს ძალიან რაც საბოლოო ჯამში აისახება იმას რომ ბავშვი ვერ აიღებს კომპენსაციას აი 10000 ლარზე როცა ვსაუბრობთ ძალადობის ხო ბავშვს შეუძლია ეს 10000 ლარი აიღოს მოძალადისგან მაგრამ მოძალადების უმეტესობას არ აქვს ფინანსური შესაძლებლობები ან გადააფორმებენ თქვა ახლონათესავზე ან საერთოდ უცხო პირზე შესაბამისად აქამდე არ მიმართავდით ადვოკატები და მსხვერპლები იმის გამო რომ აზრს იყო მოკლებული აღსრულებას ვერ მოვახდენდით სახელმწიფომ აიღო პასუხისმგებლობა ძალიან გრძელი გზაა გასავლელი თუ გვაქვს დრო ამაზე ვისაუბრებ მაგრამ ვიტყვი რომ ყველა მსხვერპლს რომელსაც დაზარალებულად ცნობის დადგენილება გააჩნია შეუძლია რომ საბოლოო ჯამში ეს 10000 ლარი სახელმწიფოსგან აიღოს ეს ცოტა თანხაა განსაკუთრებით რეგიონებში ძალიან ბევრი ოჯახი გადარჩა პატარა სახლი იყიდა რა იქ ძროხა იყიდა და განაგრძო ცხოვრება აი ფემიციდი ძალიან ბევრი მსხვერპლი ბოდბის საქმეზე და კახეთის რეგიონში განსაკუთრებით 3-4 ოჯახი ფაქტურად შიმშილს გადარჩა ამ თანხით და არის ძალიან ღირებული ეს თანხა და ამიტომ მინდა რომ იცოდნენ ქალებმა რომ არის გზები რთული მაგრამ მოგმართონ ადვოკატებს მიმართონ გაიარონ კონსულტაცია და იბრძოლონ თავის გადასარჩენად სექსუალურ ძალადობებთან დაკავშირებითაც რო ვთქვათ, აი ეს რამდენად არის, ასე ვთქვათ, წინა პერიოდი იმისა, რომ საბოლოოდ მერე მსხვერპლი მივიღოთ და ფემიციდით დასრულდეს ეს შემთხვევა. დარწმუნებული ვარ, გექნებოდათ ესეთი ტიპის ძალიან მძიმე საქმეები. კი. სამწუხაროდ სექსუალური ძალადობის ნაწილში ყველაზე რთულად გვაქვს დღეს საქმე.
2017 წლიდან როდესაც სტამბულის კონვენციის რატიფიცირება მოხდა, რაღაც სახელმწიფო იყო ძალიან მომზადებული და მზაობას გამოხატავდა ყველანაირი ტიპის ძალადობაზე, ეთქვა თავისი სათქმელი და თავისი როლი გამოჩენილი იყო. განსაკუთრებით სექსუალური შევიწროების საქმეებზე ძალიან ბევრი საქმე მქონდა მე პირადად, ყველა შევიწროების საქმეზე სახელმწიფო კი მე ხა ხლიცინებდა ამ დაჟინებულ მზერაზე და ასე შემდეგ, მაგრამ უფრო მძიმე სექსუალური შევიწროების საქმეებზე ძალიან ბევრი ოქმი შედგა პოლიციის მხრიდან, წავიდა სასამართლოში და მეტნაკლებად მოძალადეებმა, რომლებიც მხილებული იყვნენ სექსუალურ ძალადობაში ქუჩაში, მეტროში, რა ვიცი, ყველგან და თავშეყრის ადგილებში ხშირად, ხო, დაისაჯნეს სექსუალურ შევიწროებაზე. თუმცა დღეს ერთი დაახლოებით ეხ გზაში ვფიქრობდი რამდენი საქმეა თქო და 10-მდე საქმე მაქვს პოლიციაში მიმართული, სადაც ესე შემოდებულია მტვრიან თაროზე სავარაუდოდ ეს ჩემი განცხადებები ძალიან ბევრი მიზეზის გამო. ერთი მიზეზი არის ის, რომ მაგალითად ავტობუსებში და მეტროში მაგალითად 3 დღეზე მეტი ვიდეოთვალები არ იწერება, ანუ ისეთი მეხსიერება აქვს, რომ 3 დღეში თუ არ მიუსწარი, მე ვეღარ მიუსწრებ. მსხვერპლები მოდიან ან 3 დღის მერე, ან თუ მოდიან დროულად პოლიციას ეზარება მისვლა და ამოღება, ამიტომ 3 დღის მერე შანსი არ არის ამის ვიდეო დაიკარგა თვალის დადასტურების, კი ბატონო, და შეხება სექსუალურ ძალადობას. ოჯახური ძალადობის 90%-ში ხდება ოჯახური გაუპატიურებას ვეძახი, როდესაც ხდება ქალის ნების საწინააღმდეგო სქესობრივი კავშირი, მაგრამ ამას არ ამბობენ ქალები, იმიტომ რომ რეალურად ხა ფიზიკური დაზიანება და დაგლეჯილი სხეული არ არის სახელმწიფოს მხრიდან სანერვულოდ ახლა მისი ეს გაუპატიურების ნაწილი ძალიან რთული დასამტკიცებელია. შესაბამისად, სადაც დავამტკიცეთ, იქაც ბრალის წაყენება ძალიან გაუჭირდა სახელმწიფოს და რეალურად ჩვენი სექსუალური დანაშაული გაუპატიურება გვაქვს მიბმული ძალადობაზე, ძალადობის მუხარაზე, ან კონკრეტულ მტკიცებულებებზე და თუ არ გვექნა რეალურად ან ბიოლოგიური მასალა და ან დალურჯებული სხეული რეალურად ნებაზე არ არის დაფუძნებული, ხო? ნების გამოხატვაზე, თუ ეხლა მაქვს მიმდინარე ნების დამდგმელი გარემოებების გათვალისწინებით ქმრის მიერ ცოლის გაუპატიურება, არ ვიცი სასამართლო რა გადაწყვეტილებას გამოიტანს, როდესაც ჰქონდა მაღალი სიცხე და უმწეო მდგომარეობაში იყო ქალი და მაინც აუპატიურებდა მეუღლე და თვითონ ქალსაც კი რცხვენოდა ამის თქმა სასამართლო წინაშე, მოსამართლე კაცი იყო და ძალიან სიმწრით მოყვა, პლუს მოძალადე თავის მხრივ ცდილობდა რაღაც კომპლიმენტების ან მინიშნებების თქმას, რომ გაჩუმებული იყო ქალი და ზოგადად რთულია ამოთქმა ქალებს ეს რცხვილებად ამაზე საუბარი, განაჩენები გვაქვს ძალიან მწირი, პრაქტიკა გვაქვს ძალიან მწირი, ამიტომ აი თითოეულ საქმეზე მე ვიბრძვი იმისთვის, რომ მარტო დალურჯებულ სხეულზე და ბიოლოგიურ მტკიცებულებებზე კი არა, მათ შორის ნების გამოხატვაზე, იც რა სტამბულს უწერია, რომ ნებაზე დაფუძნებული უნდა იყოს და არა ვთქვათ ამ ფიზიკურ დაზიანებებზე ის გავიტანოთ, მაგრამ ჭირს დღეს სახელმწიფოში ზოგადად ნებისმიერი ტიპის ძალადობის დადასტურება ძალიან მიბმულია კომპეტენტური ადვოკატის ვიღაც კონკრეტული პოლიციელის კეთის ინდიციერებაზე და ძალიან ბევრ ამაზე და თავისით მსხვერპლი ესე მარტივად მივიდეს პოლიციაში და ყველაფერი მარტივად წარიმართოს სამწუხაროდ არ არის, მაგრამ ესე არ უნდა გავიგოთ ქალებო, რომ თქვენ არ უნდა იმოქმედოთ, არ უნდა მიმართოთ პოლიციას, ოპტიმისტური უნდა ვიყოთ ამ ნაწილში, თუმცა იმ გამოწვევებზე, რომელიც დღეს სამწუხაროდ პოლიციას, პროკურატურას, სახელმწიფოს და ზოგადად საზოგადოებას გვაქვს, ამაზე რომ ეხლა პირში წყალი დავიგუბო და არ ვისაუბროთ, ნამდვილად არ იქნება სწორი ჩემი მხრიდან ყოველ შემთხვევაში. კიდე სხვა საკითხიც შევეხოთ, ფსიქოლოგიური ტანჯვის შემთხვევაში ექსპერტიზის დასკვნის სამართლებრივი პრაქტიკა როგორია საქართველოში? ძალიან საინტერესო კითხვა არის. რეალურად ჩვენ 126 პრიმან ძალადობა რო დავადასრულოთ, ფსიქოლოგიური ძალადობა, კანონი ამბობს, რომ აუცილებლად უნდა იყოს ფსიქოლოგიური ტანჯვა. ფსიქოლოგიური ტანჯვა არის მოცემულობა, როდესაც ქალის ფსიქოტრაუმული ნიშნები აღწევს იმ დონეს, ესე რა ვთქვათ, რამაც მისი ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია. ერთადერთი უწყება, რომელსაც სახელმწიფო ენდობა და სასამართლო არის ლევან სამხარევლობის სახელობის ექსპერტიზის ბიურო, როდესაც ფსიქიატრები და ფსიქოლოგები კომპლექსურად აკვირდებიან მსხვერპლს, ამ შემთხვევაში რამდენად განიცადა მსხვერპლმა იმ დოზით ფსიქოლოგიური ძალადობა, რომ მისი მდგომარეობა სულიერ ტანჯვას და ფსიქიკურ ტანჯვას მიუახლოვდეს და გაუტოლდეს. რეალურად ჩვენ გვაქვს საქმეები, სადაც ხშირად უარყოფითი დასკვნებით იწერება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ქალი იტყუება, შეიძლება იმ დოზით არ იყოს, თქვა ძალადობა ინტენსიური, რომ ვერ მიაღწიოს თქვა ფსიქოლოგიური ტანჯვის დონეს, მაგრამ
90%-ში ყოველ შემთხვევაში ჩემს საქმეებში შეიძლება 99-იც იყოს, იმიტომ რომ მე ძალიან ლუპით ვაკვირდები მსხვერპლებს და რეალურ მსხვერპლებს ვიცავ ნამდვილად. ფსიქიკური ტანჯვის დასკვნები არის გადამწყვეტი. თუ არ არის ფსიქოლოგიური ტანჯვა, პრაქტიკულად 126-ზე პრიმას ფსიქოლოგიურ ძალადობას ვერ დავადასტურებ. ფსიქიკური ტანჯვის დოკუმენტი ასევე ხალხურ მნიშვნელოვანი ამ კომპენსაციის ნაწილზე. ანუ 526-ზე დადგენილება ამბობს, რომ უნდა იყოს კანონური ძალაში შესული სისხლის სამართლის განაჩენი, უნდა იყოს კანონური ძალაში შესული სამოქალაქოს განაჩენი და თუ ფსიქოლოგიურ ძალადობაზე მორალურ ზიანს ვედავებით მოძალადეს, თუ არ არის იქ ექსპერტიზის დასკვნა, ვერ მიიღებ ამ კომპენსაციას. ამიტომ აი ძალიან როგორც სტრასბურგისთვის ვამზადებთ საქმეს, დაახლოებით ესე ვამზადებ მე თითოეული ძალადობის საქმეს კომპენსაციისთვის, იმიტომ რომ კი გადარჩა ეს ხალი ფიზიკურად, მაგრამ მე შიმშილი თუ მოკვდა და აღარ რა გადარჩენაა, ხო? ანუ რაღაცა ისე კონტექსტიდან ამოგლეჯილად მე როგორც ადვოკატი ამ ამბავს არ უყურებ. ამიტომ ფსიქოლოგიური ტანჯვა ჩემთვის მნიშვნელოვანი ერთი მხრივ დავადასტურო, რომ ნამდვილად ეს ხალი არის ძალადობის მსხვერპლი და მეორე მხრივ ეს მტკიცებულება წავიღო უკვე სამოქალაქო ზიანის სამართალწარმოებაში, როგორც ძალიან ურყევი და ძალიან მსუყე მტკიცებულება იმისთვის, რომ ზიანი დავაკისრო მოძალადეს და ერთ-ერთი მთავარი გადამწყვეტი მტკიცებულებაა და შეიქმნა ეგრეთ წოდებული ბარნაჰუსი, რა დროსაც სექსუალური ძალადობა, მხოლოდ სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ბავშვები და მხოლოდ თბილისში ჩადენენ დანაშაულზე. ამასაც ძალიან ვაპროტესტებ, აი ადააშავა ბავშვმა, რომელიც კასპში მაგალითად ან ბათუმში გააუპატიურეს. ის მოყავთ ბათუმიდან, ამას წინათ იყო ისეთი გაუბედურებული, მშიერი, დაღლილი, ჩამოიყვანეს ბათუმიდან სამხაროვის სახელობის ექსპერტიზის ბიუროში ისევ და ბავშვი იყო ისეთი დაღლილი, ხა მე მიჭირს ბათუმში ჩასვლა და ჩამოსვლა ერთ დღეს, ხო? პროცესი რომ აქვს. და 10 წლის ბავშვი ისეთი დაღლილი იყო, მშიერი და გაუბედურებული, სიტყვა ვეღარ თქვა ექსპერტთან და პრაქტიკულად უშედეგოდ წამოიყვანეს და წაიყვანეს ბავშვი. ამიტომაც მიმეჩნია რომ ბარნაჰუსი უნდა იყოს ყველა ქალაქში, ყველა ძირითად ქალაქში, ქუთაისში და ბათუმში ყოველ შემთხვევაში და მარტო პრივილეგირებულად თბილისის მასშტაბით ჩადენილი სექსუალური დანაშაულის მსხვერპლებთან არ უნდა იყოს, იმიტომ რომ ბარნაჰუსი არის სივრცე, სადაც მართლა არის ისეთი ადაპტირებული გარემო, იქ ბავშვებისთვის შესაბამისი ფერები, შესაბამისი ინფრასტრუქტურა, შესაბამისი ვთქვათ აღჭურვილობა, ფსიქოლოგი, სოციმუშაკი, სპეციალიზირებული ადვოკატი, გამომძიებელი, აი ყველაფერია იმისთვის, რომ ბავშვმა შედარებით თუ ახლა ბარნაჰუსში მართლა არ ხდება ისეთი, რომ ბავშვი ბედნიერად იგრძნოს, თუმცა შედარებით ხო სამხაროულს ნამდვილად ჯობია. ასევე ბავშვებთან ერთი სიტყვით ვიტყვი და ამ ნაწილს ამოვწურავ, მე არასოდეს ჩემი მსხვერპლები ბავშვები არ მიყვავს პოლიციაში და ძალიან გამეხარდება თუ ჩემი კოლეგები მე ტრენინგებზეც ვამბობ ადვოკატ ასოციაციაში ამას, არც ერთი ჩემი ძალადობის მსხვერპლი ბავშვები პოლიციაში არ მიყვავს გამოსაკითხად. თუ მე ვარ ჩართული, არასოდეს საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე ვასაბუთებ და ჯერ არც ერთ პროკურორს ან გამომძიებელს წინამდებობა არ გაუწევია, ან ჩემს კომპანიაში, სადაც მე მაქვს ადაპტირებული გარემო, ფსიქოლოგები მყავს, შესაბამისად სოციმუშაკები და იქ ვიწვევ ამ გამომძიებელს და სოციმუშაკს და იქ ვაკითხინებ, ან არასოწლოვათა სამმართველოში, ან ოჯახში. ხანდახან ოჯახში არის ეს სიტუაცია, რომ თუ სექსუალური დანაშაული დედამ არ უნდა გაიგოს, ოჯახის წევრს და ერიდება ბავშვს, ამიტომ ყოველთვის მონახეთ კოლეგებო ისეთი სივრცე, გარდა პოლიციისა, აი ძალიან ბევრი ხალხი რო უსმენს. ძალიან, აი გაუპატიურებული ქალის საქმეზე განსაკუთრებით პოლიციაში არ უნდა წაიყვანოთ ქალი, იმიტომ რომ დაახლოებით 20 ადამიანი მინიმუმ უსმენს ამ უბედურებას და ქალი ისე იძგუნება, შეიძლება იმის მიასედი რა თქოს, რაც მას თავს გადახდა. ამიტომ ძალიან რთულია პოლიციაში მსხვერპლი ქალის გამოკითხვა. ან კეთილინებელს და პოლიციის უფროსმა დაგვითმოს სივრცე და ან ჩვენი კომპანიაში წამოვიდეს შესაბამისი მე ქალ გამომძიებელს ვითხოვ ყოველთვის, მაინც ქალი ქალთან უფრო იხსნება, ამიტომ ეს პროტოკოლს თუ დავიცავთ, მე აღარ ვივიშვიშებთ, რომ აი მე ქალმა არაფერი თქვა, ან შეცვალა, ან ვერ მივიღეთ შესაბამისი ჩვენება, ან მიასედაა გამოკითხული და ასე შემდეგ. აი ძალიან სრულყოფილ შედეგს მივიღებთ. ცოტა გადავხვიეთ თემიდან, მაპატიეთ. რა რჩევებს მისცემთ ქალებს და რა არის ის მთავარი გზავნილი, რაც გსურთ თქვენ რომ ამ გადაცემიდან წაიღოს ჩვენმა მსმენელმა? თითქმის ყველა ეთერიდან მიმართავ ქალებს, ვინაიდან მენდობიან და დიდი მადლობა ამ ნდობისთვის. გუშინ წინაც ქალის კლუბის მერე ძალიან ისეთი საჯარო პოსტი დავდე, რომ ყველა ქალი, რომელიც ახლა გადის ძალადობის გზას, ყოველთვის ჩემი სივრცე, ეს იქნება ტელეფონი, ფეისბუქი, ტვიტერი თუ ნებისმიერი სივრცე, მზად არის იმისთვის, რომ მე კონსულტაცია გაუწიო. მე ვფიქრობ, რომ უნდა იბრძოლონ.
ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც უფლებები გვაქვს ბრძოლით მოსაპოვებელი. ეს ქალთა უფლებები იქნება თუ ნებისმიერი უფლება, ნებისმიერი სქესის ადამიანის მხრიდან არის მოსაპოვებელი. უნდა ვაკაკუნოთ კარებზე ხანგრძლივად, რომ გაგვიღონ. ამიტომ, როდესაც ძალადობის ხვეპლი ვართ, ქალი იქნება თუ ბავშვი, სხვადასხვა ბავშვებმაც ძალიან აქტიურად დაიწყეს ჩემთან მომართვიანობაზე და 112-ში დარეკვა. არ სირცხვილებად ბავშვები უფრო ყოჩაღები არიან. ამიტომ აუცილებლად დარეკეთ 112-ში. არსებობს არაჩვეულებრივი აპლიკაცია 112-ის, თუ ვერ რეკავთ მოძალადის თვალწინ ან წინაშე, გადმოწერეთ ეს აპლიკაცია და ამ აპლიკაციის მეშვეობით მარტივი ერთი ხილის დაჭერით ლოკაციასაც ადგენს პატრული და თქვათ თუ ძალადობა ხდება თქვენს წინაშე იწერება ავტომატურად. ასევე არის არაჩვეულებრივი აპლიკაცია Safe.eu, აი ესე ქვია Safe.eu ძალიან მარტივად და ამ აპლიკაციის მეშვეობით უფასო კონსულტაციაც შეგიძლიათ იურისტთან გაიაროთ და ასევე 112-ის დაუკავშირდეთ, ანუ პოლიციას პირდაპირ. ძალიან ბევრი გზებია თავის გადასარჩენად, იმოქმედეთ, აუცილებლად იხმაურეთ და ამოთქვით, რომ ძალადობის ხვეპლი ხართ, აუცილებლად გამოჩნდება თქვენს ირგვლივ მეგობარი, მეზობელი, ადვოკატი, საჭირო დროს საჭირო ადამიანი, ვინც თქვენ გადაგარჩენთ. ამიტომ ძალიან ბევრი ქალი არის ფემიძიდის ხვეპლი საქართველოში, საქართველოს არის ძალიან მაღალი სტატისტიკა და აუცილებლად უნდა იბრძოლოთ იმისთვის, რომ გადარჩეთ. დიდი მადლობა გალბატონო ელისო, ვფიქრობ ძალიან საინტერესო საუბარი შედგა და ბევრმა ქალმა ბევრი საინტერესო რეკომენდაციაც მიიღო თქვენგან და კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას. მადლობა თქვენ. მეც მადლობას გეტყვით, ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი იყო ის აქცენტები და ინფორმაცია, რომელიც ჩვენი გადაცემის მეშვეობით მიეწოდება საზოგადოებას და განსაკუთრებით ქალებს.